მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით მოყვას რომ მშვიდობა გქონდეთ სულში, გულში, ოჯახში, სამშობლოში. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს, ოღონდ ჩვენი ერი გაბევრდეს და ოღონდ ჩვენი შვილები გამრავლდნენ და განათლდნენ. არაფერია დაკარგული, არც აი სულ ახლა ხან დაკარგული ქართული ნაწილი ჩვენი მამულისა, სოხუმი და ცხინვალი და თუნდაც ის ძველ ეპოქაში დაკარგული ქართული მიწები, რომელსაც ყველა ქართველი პატრიოტი გულის სიღრმეში ატარებს, იქ ყველგან ცხოვრობენ ქართველები და ყველგან არიან შესაბამისად სიმრავლეში, შეიძლება დღეს სხვა ქვეყნისა და სხვა ერის დოკუმენტაცია აქვს და პასპორტები აქვს, მაგრამ მათში აუცილებლად ცხოვრობს ქართული სული, ქართული მოგონება, ქართული გენი და ისინი აუცილებლად შესაბამისად დაბრუნდებიან ჩვენ წიაღში, როდესაც ჩვენი სახელმწიფო იქნება გამრავლებული, განათლებული და ძლიერი. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ოჯახში, სამშობლოში. ასევე არ არის დაკარგული ქართული არსი, ქართული გონება, ქართული სიტყვა, ქართული ლოგოსი, რომელიც შესაბამისად არის კაცობრიობის მონაპოვარი და აი რაზეც დგას კაცობრიობა და რითიც შესაბამისად უნდა მათ იპოვნონ თავიანთი წარსული, თავიანთი არსი და ჩვენ კიდე უნდა გადავცეთ ჩვენს შთამომავლობას, უკუნითი უკუნისამდე, ულამაზეს შთამომავლობას, რომელიც ცხადად ჩანს ჩვენს ეპოქაში და უკვე შეიძლება ითქვას, რომ დიდებული თაობა მოდის, საოცარი თაობა მოდის. მე დღეს მარტო არ მოსულ ვარ თქვენთან, საოცარი ადამიანი მოვიყვანე, ჩემი მეგობარი, მოყვასი ადამიანი, დედა ეკლესიის შვილი, ქართველი ერის წამაყოშვილი, ირაკლი ასლანიკაშვილი. მე მინდა იგი გაიცნოთ, აღმოაჩინოთ ეს ადამიანი და მე ახლა მცირე დახასიათებას ვიტყვი და ესე დავიწყებ ჩემს გადაცემას, რომ ეს ადამიანი ვიცნობ რა, მე მას სიტყვით, პასუხით, აი Facebook-ში და სოციალურ ქსელში მისი პოეზიით, მისი წინადადებებით, მისი სტატიებით არის ქართული თავისუფალი კაცის გამოვლინება. და აი დღეს ახლა თავისი წიგნი მომაწოდა, თავისუფალი თემა ქვია, წიგნსაც კი ეს სიტყვა დაარქვა რა. თავისუფლება არის ღვთიური ნიჭი და შესაბამისად ნიჭი ერმა ადამიანმა, გენიალურმა ადამიანმა ყველაზე კარგად იცის სად დათმოს მისი ნაწილი, რას დაუთმოს, რა დიდი ფასეულობა უნდა არსებობდეს, რომ შესაბამისად მისი რაღაცა ნაწილი, მისი რაღაცა ხარისხი გადასცეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. ეს შეიძლება იყოს სამშობლო, ეს შეიძლება იყოს ოჯახი, ეს შეიძლება იყოს შთამომავლობა, ეს შეიძლება იყოს დედა ეკლესია და იქ დათმობილი ხარისხი თავისუფლებისა კიდე უფრო მეტ თავისუფლებას გვანიჭებს, ხო ცხადია. ღმერთმა გაგაძლიეროს, ჩემო ძმაო. მშვიდობა მოგცეს ღმერთმა. ლექსი მინდა მოგიძღვნა თავიდანვე ჯორჯ გორდონ ბაირონის თავისუფლებაზე. აი ახლა კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენ ხო რაღაც დონეზე მასაკში მეტადრე ხო გვეზღუდება და გვეზღუდება. თავისუფლების ხარისხი, დამოკიდებული ვართ რა სოფელზე, ქალაქზე, სამსახურზე, ოჯახზე, რამდენრამეზე ვამბობთ რა ჩვენ ბავშვობიდან გვიყვარდა უარს, რასაც თავისუფლებას და ბედნიერებას და ახალგაზრდობას ვეძახოდით, აი ამის წილ, ხო მეთანხმები? თავისუფლება შენი დროშა ფრთებდა გლეჯილი, მაინც ფრიალებს, მაინც ებრძვის სივრცეს, ქარიანს, ხმაშენი ბუკის და ნაღარის ხმაგაბზარული მაინც ჯაბნის რიხით გრიგალებს. მე მსურს ვიხილო მომავალი ამა ქვეყნისა, თავისუფალი როგორც ღვთისგან, ისე კაცისგან. ანუ როგორც ღმერთმა და რა დონეზეც ღმერთმა გვაჩუქა იესომ გვაჩუქა თავისუფლება, ეგეთი თავისუფლება უნდა მოგცეს მთავრობამ და მხედრობამ ამა ქვეყნისამ. ეს თავისუფლების შესახებ დაწერილი ლექსით შემოგიერთდებით მაშინ ბატონო. გაგახაროს ღმერთმა. პირდაპირ შევქმნათ მაშინ ის ატმოსფერო, როგორც თქვენ გიდოდათ დღევანდელი დღის ასე მე ყველაზე ძალიან ეგ გარემო მიყვარს. მე ყველაზე ძალიან ეგ ატმოსფერო მიყვარს და ეგ პოეზიის სურნელი მიყვარს. უფრო მეტად არაფერი არ მიყვარს ცხოვრებაში. როცა დავფარეს უყველა ვალი, შესასვლელ კარებს მოხსენი ნალი, არ გავაყოლე უცხო ქალს თვალი, ვილაპარაკე მხოლოდ მართალი, სიკვდილის ღირსი რომ არ მოვკალი, მაშინღა გავხდი თავისუფალი. გენაცვალე, გაგახაროს ღმერთმა. ძალიან ბევრი რამეა თავისუფლებაზე ნათქვამი და დაწერილი და ყველაზე ძალიან მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი ხვდება ამ ნიჭის არს, ამ დიდ ფასეულობას. ხო მეთანხმები? გეთანხმებით და ჩემი თეორიაც მაქვს ერთგვარი, იმიტომ რომ
ალბათ მარტო ჩემი არ არის, ბევრი სხვაც ალბათ დამეთანხმება და ალბათ ჩემზე ადრეც უთქვამთ, რომ თავისუფლების შეზღუდვა იწვევს ამ განცდას. ანუ ჩვენ ძალიან ხშირად გქონდა ეს თავისუფლება შეზღუდული. თუ მე არ ვიძახი პიროვნულ თავისუფლებას. Პიროვნული თავისუფლება საქართველოს არასდროს დაუკარგავს და ქართველ კაცს არასდროს დაუკარგავს. ზუსტად ეს იყო, ეს განაპირობებდა ჩემი აზრით, ჩვენს თვითმყოფადობასაც და გადარჩენასაც და ყველაფერს, მაგრამ გარეგნულად, რა თქმა უნდა, ანუ გარეგნული თავისუფლება გქონდა შეზღუდული არაერთგზის და ჩემი აზრით ზუსტად ეს იყო, რაც იწვევდა აი შემოქმედებითობას ქართველი ადამიანის იმ რაღაც ახალი გზების ძიებას, გადარჩენისა, თქვათ, რაღაცა ღმერთთან ურთიერთობისა თუნდაც აი შემოქმედებითად, რომ ეს თავისუფლება, შინაგანი თავისუფლება არ დაკარგულიყო და აი ამისთვის ეს გარეგნული თავისუფლებებიც ანუ შემოქმედებითობა უბრალოდ გარეგნული შემოქმედებითობა ამას ეხმარებოდა რა ჩემი აზრით. გენაცვალე გაგახაროს ღმერთმა საოცრად მენიშნა მეგობრებო ეს სიტყვა და სრულიად ვეთანხმები და ეხლა მოვიყვან მაგალითს რა. მაგალითს მე ნასაუბრები მაქვს ამ თემაზე რომ დიდი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ლეონტი მროველის ვინაობაზე და დათარიღებაზე შესაბამისად ქართლის ცხოვრების პირველი ნაწილისა. არსებობენ დიდი მეცნიერები, პატარა და საშუალო კი არა, დიდი მეცნიერები და სწავლულები, ზოგი ამბობს რომ მე-7 საუკუნის მწერალი და ავტორია და ისტორიკოსია, ზოგი მე-8, ზოგი მე-9, ზოგი მე-10, ზოგი მე-11 და წარმოიდგინეთ მე-12 საუკუნესაც კი ამბობს ერთ-ერთი შეიძლება ითქვას დიდი სწავლული ადამიანი, ჯანრიკაშია, კონკრეტულად წინგში უბისი. და ნახეთ რა ხდება, მე ახლა ყველაზე მეტად მჯერავს და ლოგიკურ დასკვნებს აკეთებს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და იგი ამბობს, რომ ეს ადამიანი არის არაბობის ეპოქის კაცი, შესაბამისად 800-იანი წლების ადამიანია და აი ამ 800-იან წლებში ისეთი საშინელი ეპოქა იყო, არაბობა იყო და ამასთანავე შესაბამისად შეიძლება ამ ეპოქას სომხობაც უწოდოთ, იმიტომ რომ სომხები იყვნენ მაყურებელნი, გადასახადის ამკრეფნი, დამსჯელნი და ასე შემდეგ და მათგან მოდიოდა საოცარი ცენზურა და ვინმე მეტადრე ესეთი ადამიანი რა შიდა ქართლელი ეპისკოპოსი რო წიგნს წერდა წარმოიდგინეთ რომ მას უკონტროლებდნენ მეტადრე თუნდაც იმიტომ რომ ეს წიგნი ვინმესთვის გადაეცათ და იმიტომ არის ქართლის ცხოვრებაში რაღაც ნაწილები armenofiluri ან ლეონტის ეპოქაშივე დაწერილი ან მერე ჩასწორებული. კარგად გამიგეთ. აი ესეთი ლოგიკურ დასკვნას აკეთებს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე რა. და ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩვენ ხო აი ხლა იგივე პოეზიასთან დაკავშირებით რო ვთქვათ რა. რამდენი ადამიანი პოულობდა, იყო მაგალითისათვის თავისუფლება შეზღუდული და რამდენი ადამიანი პოულობდა თავშესაფარს პოეზიაში. და რამდენი ადამიანი შესაბამისად პოეზიაში ფარავდა გულის სათქმელს, ხო? რა თქმა უნდა, მთელი ქართული პოეზია თავისუფლების ღაღადი არის. მე თუ მკითხავთ რა, ხა მე შეიძლება არ გამოვდგე იმ ინსტანციად, რომელიც უტყუარ იმას სიტყვის სიმართლეს, თუმცა მე ესე მიმაჩნია, რომ თითოეული ქართული ლექსი, აი იმ სულისკვეთებით დაწერილი, აი ქართული სულისკვეთებით დაწერილი, არა პათეტიკური, ამბობ აი ნამდვილი პატრიოტული სულით დაწერილი ლექსი ყველა არის თავისუფლების ღაღადი, ჩემი აზრით. გენაცვალე გაგახაროს ღმერთმა ეხლა აღმოაჩინა ქართველმა ერმა, კარგი არ აღმოაჩინა, რომ გალაქტიონი თურმე რაოდენ შეფარულად წერს. რამხელა ღვთისმეტყველებაა მასში, რამხელა სახისმეტყველებაა მასში, რამხელა სიმბოლიზმია მასში შესაბამისად და ეს დიდი შანსია რომ აკრძალული ქონდა ამ ადამიანს. ბატონო გზარ, აი ესეც ჩემი პატარა თეორია გალაქტიონთან დაკავშირებით. თუ დააკვირდებით, აი ბევრი ხო იცით, არიან სკეპტიკოსებიც და ანუ აი ამბობენ რომ თქვა სიტყვაზე აბრალებენ გალაქტიონს იმას წამოაძახებენ ხოლმე რომ აი თქვა პარტიისთვის წერდა რაღაცა ისა და თუ დააკვირდებით, აი მე მგონია რომ აი არ ჭირდება ძალიან ჩაღრმავება ამას და ზედაპირული თვალიც კარგად გამოაჩენს ამას და კარგად მიხვდება და დაინახავს რომ თუ შეადარებთ გალაქტიონის აი ჭეშმარიტ პოეზიას, ანუ იმ ლექსებს, რომელიც არის მისი
სავიზიტო ბარათები და ასე შემდეგ. ზოგადად მის პოეზიას არა იძულებიც რა, ანუ არა ძალდატანებიც. და თუ შევადარებთ ამას იმ ლექსებს, რომელიც ასე ვთქვათ, ხარკად, ანუ კეისარს კეისრის აქვს, ვთქვათ, პარტიისთვის ან რაღაცა ასეთი თემის, აი იმხელა განსხვავებას ნახავთ ხარისხით, რომ თითქოს ეს ადამიანი, ეს პოეტი თვითონ მიგანიშნებს, რომ აი ეს იძულებით დავაწერინეს და ამას მე არ დავწერდი რა, ანუ აი თითქოს აი ამას გაანიშნებს, აი ჩანს, ესეც ჩანს აი მაშინ რომ აი ამას ამოფარებულია ეს გენაცვალეს. აი შეიძლება სპეციალურადაც აკეთებდა მაგას რომ დარწმუნებული ვარ. გალაქტიონი რომ ალბათ ყოფილიყო მხატვარი, ანუ ამას დახატავდა ალბათ რაღაცა ისე უხარისხოთ, რომ მიხვდებოდა ადამიანი, რომ ეს არ შეიძლება იყოს გალაქტიონის ხელწერა. გენაცვალე, ხელები ამიწევია და პარალელს გავავლებ რაში, იცით? კონსტანტინე გამსახურდია ცხო პოეტია. უბრალოდ მაშინ შესაბამისად გარემო იყო ისეთი და ცალკე ეხლა აი რა სიტყვა ვთქვა, აუცილებელი იყო და მისი ნიჭის გამოსავლებად პროზა იყო. კარგად გამიგეთ, გაცილებით უფრო ცნობადი, პოპულარული და თორე კოწია გამსახურდია პოეტია, სულით პოეტია, მისი დიდოსტატის მარჯვენა არის რომანი, ანუ პოეზია პროზაულად შეიძლება ითქვას, იქ არსებული ონაწილაკი და როდესაც დაავალეს მას და დააყენეს შესაძლოა სიკვდილ სიცოცხლის წინ მან დაწერა ვაზის ყვავილობა, რომელიც კოჭამდეც ვერ მიწვდება დიდოსტატის მარჯვენას და კოჭამდეც ვერ მიწვდება ანალოგიურად და ესეთი მომენტი იყო, კარგად გამიგეთ, რომ დამალა, დაფარა რა, თუნდაც თავისი ნიჭი დამალა რა, რაღაც დონეზე რომ იქ არ გამოვლენილიყო. რა თქმა უნდა. კიდე ერთი პარალელი. მე ახლა მოგეხსენებათ ისტორიის მკვლევარი ვარ და ღმერთმა აცხონოს დიდი ადამიანი სიმონ ყაუხჩიშვილი. მან წარმოვიდგინეთ, რომ თარგმნა 8 ტომეულია გეორგიკა. ანუ ბერძენი და ლათინი მწერლები საქართველოს შესახებ. და ერთ ადგილას ხილულ ტყუილს ამართლებს თვითონ ტექსტში. ხილულ აბსურდს გვთავაზობს, გამიგეთ და მერე იქვე სკოლიოა გამოტანილი, სკოლიო პეცაცუნა წარმოიდგინეთ, იცით როგორი შრიფტით, რომ აი გამადიდებელი შუშა ჭირდება იმის საკითხვას. და იქ წერია რაღაც დეტალზე, რომ ჩვენ ამას ეხლა ამ დროში და ამ ვითარებაში ვერ განვიხილავთ, არ განვიხილავ და სამომავლოდ განიხილეთო. აი ამ ადამიანმა ეხლა ზოგ შეიძლება გაეცინოს და დამცინოს რა, ვინც იცინის თავის თავზე იცინით, ჩემი ბავშვობის გამოთქმა იყო, ხო და შეიძლება დამცინოს და მე დამიწერა ეს ადამიანი. აი ეს წინადადება, აი ეს კოლიო, მე დამიწერა რომ მეპოვნა და მე წარმოგიდგენთ მის განვრცობას. რა საქმე ეხება ჩემს ერთ-ერთ კვლევას, ეს არის ლაზიკის ეპარქიის ადგილმდებარეობაზე. ისეთ საოცარ რაღაცას გვთავაზობს იქა შეფარვით. რომ გამოუგნებელია ღმერთმა აცხონოს აი საოცარი საჩუქარი გამოაგზავნა, ცნობა, მითითება, მიმართულება. კი ბატონო. ეგ არის ჩემი აზრით, აი ეხა საერთოდ რო დაუკვირდე, ხო, ანუ თქვათ აი პატარა ეს ტრადიცია, თქვათ აი მიცვალებულებს რომ რაღაცას ჩააყოლებენ ხოლმე, ხო? ანუ ხო, რამდენჯერ გვისაუბრია, თქვათ ამაზე ზოგადად მე და თქვენ კი არა, მაგრამ აი საზოგადოებაში რამდენჯერ ყოფილა ალბათ ამაზე საუბარი, ზოგი ამას დაცინის, ზოგი თქვათ რაღაცა კუთხით, თქვათ იგივე ქრისტიანული კუთხით აფასებს რაღაცა და სწორიც არის, როცა ამბობს, რომ ეს რაღაცა წრუწმენაა და არასწორი საქციელია, მაგრამ აი ყველაფერს ხო რაღაცა თავისი გამართლება აქვს და აი საერთოდ მე მგონია, რომ ყველა ეპოქა რაღაცა მინიშნებებს, ტოვებს თავისი მომავალი თაობებისთვის და თუ დაუკვირდებით ამ არქეოლოგიური კუთხით, ეხლა აი ის საوارცხელი, ის რაღაცა იმ პერიოდის როგორ ლამაზად ხო გაძლევს მინიშნებას, რომ აი იმ პერიოდის ადამიანი რას იყენებდა, როგორ ცხოვრობდა, რა ნივთები ჰქონდა, რაღაცა ეს ხო ძირითადად კი მე მესმის, რომ თქვათ ნებისმიერი რაღაცა ნებისმიერ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე რაღაცა დაინგრევა სახლი და თუ თქვათ მანდამაინც მიცვალებულს რო არ ჩააყოლო, მაგრამ ძირითადად ხო ჩვენი კი სამარხებიდან მოგვეცაურო არქეოლოგია ხო ძირითადად მაინც სამარხებს იკვლევს და ანუ თქვათ ძალიან
საინტერესოა რა, რომ აი რა არის და ჩემი აზრით ეს არის რაღაცას მინიშნებებია რა წარსულიდან მომავალში, რომ აი იცით გეთანხმებით. ამას გამართლება ის არის, ამის გამართლება რა ქართულ ზეპირსიტყვიერებაში არის ის, რომ გამოთქმა არსებობს ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ცალკე ჩვეულება იყო ჩვენი, კარგად გამიგეთ და ნახეთ ერთი ძალიან საინტერესო რამ, ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ თავისი ლოცვით, რომ თავისი ღვთიური ნიჭით, რომ დაანგრია, დალეცა წმინდა ნინომ კერპები მცხეთაში, მერე მივიდა იქ და აი ამ დალეწილი შესაბამისად კერპიდან აიღო ბივრილის ქვა, რომელიც კერპს თვალის ადგილას ჰქონდა ჩადგმული. და წამოიღო ამაზე არის დიდი ხაზგასმა ქართლის ცხოვრებაში და რატომღაც ამას არ უყურებენ ეს ჩვენ ესე უნდა გავიგოთ მე ესეთ რაღაცას გთავაზობთ რომ აი წარმართობიდან გადმოიტანა რაღაცა წარმართობიდან გადმოიტანა იმ ქართული წარმართობიდან რაღაცა ან ნიჭი ან ცოდნა ან რაღაცა შესაბამისად და მოგვაწოდა არასდროს ქრისტიანობა ხო არასდროს არ ეკრებოდა და არასდროს არ თრგუნავდა ძველ იმას რა ქვია თქვა თუნდაც იგივე იმ წარმართულ ტრადიციებს და ზუსტად მაგაზია მთელი პავლე მოციქულის მთელი ასე ვთქვა ჭიდაობა დიდ მოციქულებთან ხო ვთქვათ რომ აი რომ დავტოვოთ ამ ხალხს ნუ მივცემთ იმაზე მეტ რჯულს ნუ დავადებთ ასე ვთქვათ რა ანუ რომ არ გაურთულოთ ცხოვრება პირიქით გაუმარტივოთ და ქრისტიანობა ისეთი რელიგია აი ცოტა მეუხერხულება ხომ რა რელიგიის თქმა მაგრამ ქრისტიანობა ის არის რაც ნებისმიერ რამეს სულ შთაბერავს ანუ რაც არ უნდა იყოს იქიდან გამოდევნის იმ წარმართულ სულს და შთაბერავს ახალს და იმ საგანს იმ საკითხს იმ თემას ზოგადად იმ ტრადიციას თუ რაღაცას ხელახალ სულ შთაბერავს და გააპატიოსნებს ასე ვთქვათ რა გააკეთილშობილებს და რა ვიცი მე მგონია რომ ხო მეუფიანანი არის გენიოსი ადამიანი მე მინდა ყველას ვთხოვო რომ გაიცნოთ და მიგესვლებათ ნებისმიერ აკადემიურ ადამიანს დაინტერესებულ ადამიანს მიგესვლებათ ამ ადამიანთან რომ რაღაც კითხვები დაუსვათ ისტორია იქნება თუ თეოლოგია იქნება თუ ასე შემდეგ და იგი ძალიან დადებითად ახასიათებს სიტყვას წარმართი წარმართი არისო ძალიან მართი ადამიანიო ძალიან სიმართლესთან არის და შესაბამისად ძალიან და მით უმეტეს ჩვენ წარმართობიდან გვაქვს აოცარი შესაბამისად ცოდნა მიღებული ჩვენ ხო არა ვართ ვიღაცეები ვით 3 4 7 15 და თუნდაც 20 საუკუნისერი ჩვენ ვართ დასაბამისეულიერი ჩვენ ვართ დასაბამისეული ენის მქონე ადამიანი და ღმერთის მიერ მოცემულ მიწაზე ვცხოვრობთ ყველა მიხეტიალა ჩვენს გარდა და ეხლა კიდე რო არ დამავიწყდეს ბატონო მე მინდა ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან თქვენ ძალიან დიდი გამოცდილებად გაქვთ, ცოდნად გაქვთ და თან ურთიერთობები გაქვთ ფილოლოგებთან, ძალიან ბევრ მათგანთან და აი თუ არ შეწუხდებით და თუ ასე ერთ თხოვნა მაქვს, რომ აი იქნებ დაუსვათ შეკითხვა, ან თქვენ თუ იცით იქნებ თქვენ, აი ძალიან მაინტერესებს სიტყვა ადამიანი არის საქართველოს აი ქართული სიტყვა ადამიანი საიდან მოდის? ანუ ჩვენი გაქრისტიანების შემდგომ დანერგილი სიტყვა, მოგონილი სიტყვა, ანუ ეს ხო ადამიანს უკავშირდება რა, ანუ ჩვენს მამამთავარს პირველ ასე ვთქვათ, მამას პირველ ადამიანს უკავშირდება და აი მაინტერესებს წარმართულ ეპოქაშიც უკვე იყო ეს ცნობიერება ჩვენში ეს ცოდნა და აი ამას მოყვებოდა. ანუ ეს ფაქტიურად ქრისტიანული სწორი სიტყვა, ანუ იყო უკვე წარმართულ პერიოდშიც იყო თუ მერე დაერქვა ადამიანს. აი ძალიან მაინტერესებს ეს და შესაძლოა თვითონ სიტყვა თავისი წყობით შესაბამისად აი ამ ბოლოსართით, რომელიც კუთვნილებას აი მაგალითად ჩვენ ვართ ანდრიაანი რა სოფელში რომ ანდრია ერქვა ჩვენს მეშვიდე თაობას და შესაბამისად ეს სიტყვა ესეთი წყობით, ესეთი ბოლოსართით გვიან დაიბადა სიტყვაზე მეშვიდე საუკუნეში, მერვე საუკუნეში, მაგრამ ის არსი, რომ ჩვენ ადამიანის მოდგმა ვართ, ამას წყალი არ გაუვა, ეს დასაბამისეულია. ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ შესაბამისად კაი ხანი, ესე იგი წარმოვიდგინეთ დაახლოებით წარღვნიდან მე-4, მე-5 საუკუნემდე ხალხში არსებობდა ცოდნა და სწავლება დამბადებელი ღმერთის შესახებ და ყველა იყო დამბადებელი ღმერთის მორწმუნე ეს იყო მცხეთოსი, უფლოსი, ჯავახოსი და ასე შემდეგ აუცილებლად ეს ერთი და ამასთანავე ჩვენ საქართველოში ვპოულობთ ისეთ საოცარ არტეფაქტებს
სადაც არის ხილულად გამოყვანილი ჯვარი, სამი ჯვარი ერთმანეთში ჩაქსოვილი, ეს არის თრიალეთის ოქროს თასი და მისი სადგარი. ვინ დამარწმუნებს მე, რომ ის ადამიანი ღვთიური ნიჭით არ იყო, სულიწმინდის ნიჭით არ იყო დაჯილდოებული, ვინც აი ესეთი სამყაროს მაკეტის შექმნა და იმისი ძირი, იმისი სადგარი სამი ერთმანეთში ჩააქსოვილი ჯვარით გამოსახა. ის იყო ღმერთის მორწმუნე, ჭეშმარიტი ღმერთის მორწმუნე და მესიის მომლოდინე რა, არ მოიდგინეთ, ეს არის სავარაუდოდ აი ისააკის ეპოქის, იაკობის ეპოქის, აბრაამის ეპოქის ვინძლო არტეფაქტია. და მაშინდელ ეპოქაში შესაბამისად იქაც იყო ცოდნა და იქაც იყო და თვითონ ქართლი ვრცელდებოდა ზემო შუა მდინარეთამდე. ჩემო ძვირფასო მეგობარო, მე მაგას აუცილებლად გავიგებ, ერთი დიდი ადამიანია, გენიოსი ქალია. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გენიოსი ქალი, მე მინდა იცნობდეთ მან, ეს არის დოდო მარიამ გლონტი, სასულიერო სემინარიის ლექტორია, პროფესორი ქალბატონია, დიდი ფილოლოგია და ქართული სიტყვის გენიოსია. მე და შენ მიგვესვლება ამ ადამიანთან, რომ ვესაუბროთ და ისეთი ტკბილ მოუბარია და ისე უყვარს მსგავსი კითხვები, რომ საოცარ, ეხლა მაგალითად კითხვა დამისვა და ორი კვირა ამაზე მეცადინეობ, რას ნიშნავს აბა სიტყვა უკაცრავად. აი რას ნიშნავს ამისი შინაარსი, ეტიმოლოგია, არსი, უკაცრავად, რომელსაც ჩვენ ძალიან ხშირად ხმარობთ, ხო? რაც შეეხება ისე ვიმეორებ ადამიანს, შეიძლება მაგალითისათვის სხვანაირი ბოლოსართი ქონდა, მაგრამ ეგ არსი, რომ ჩვენ ადამისანი ვართ, რომ ადამაანთი ვართ, გამიგეთ, ეს აუცილებლად მანამდე არსებობდა. და მე არ ვიცი რას ნიშნავს უკაცრავად, მაგრამ მაქვს ერთი პატარა ჩემი დაკვირვება ამხანაგზე, სიტყვა ამხანაგზე. აბა გითხარ. ამხანად ჰგია, ანუ ერთი ესე ვშიფრავ, მე არ ვიცი, შეიძლება სულაც არ არის. გენიალურია. ამხანად ჰგია, ანუ ამხანაგი ხო არ არის, აი ჩვენ ხო რატო გვაქვს ქართველებს, გვაქვს მეგობარი, უფრო აღმატებული და სიტყვები გვაქვს, ხო, ანუ ძმაკაცი, ანუ ძმაკაცი ხო არ არის, ძმობილი, საოცარი სიტყვები გვაქვს და ამხანაგი თითქოს ყველას დაკნინებულია ამ სიტყვებს შორის, ანუ მეგობარის ანუ სინონიმი, ასე ვთქვათ, სინონიმ სიტყვებს შორის და სწორედ თუ დავაკვირდებით იმასაც, აი რაღაცა როცა ადამიანები ერთად ცხოვრობენ, იმას ამხანაგობა ჰქვია. ანუ რაღაცა პარტნიორობა, ხო, უფრო აი ამხანაგ ერთი ხნით, ანუ ეს არ მიყვება მარადისობაში. ამხანაგი არ არის მარადიულობაში გასაყოლი ადამიანი. ის ჩემი აზრით, რომ მოკლედ არ იმავშვები ის რო ქართული სიტყვების, მეტადრე ძველი ქართული სიტყვების ძალიან დიდი პროცენტი, შეიძლება 90% რაღაცა არსით არის შექმნილი. ერთი ისიც ვითომ აი ამაზე ეს რომ მოვიფიქრე სიტყვა პატარა ისიც დაუწერე რა, ანუ ვცდილობ ხოლმე მე ესე ლექსები მიუძღვნა, ასე ვთქვათ რა. იგი ვისთანაც ყოფნა მხოლოდ შენს ხორცსარგია, არ არის შენი მეგობარი, ამხანაგია. ამხანად იგი, ამხანაგ ჰგიეს შეიძლება იყოს, ამხანაგ იგი, ამხანად გენიალური ახსნა, საოცარი ახსნა. ყოველ შემთხვევაში გასართობი მაინც არის. თუ შინაარსი არ აქვს, ხო. ლოგიკურია, ლოგიკას რა თქმა უნდა. ანგრევს მათემატიკურ ტაბულებს, მათემატიკაზე მაღლა. ლოგიკის გარეშე ნამდვილად არ არის, ხა მაგას ხო, იმის თავდაბლობის გარეშე ვიტყვი ისეთ. და წეღაროს საუბრობდით რა ისევ დაფარვაზე და მე ისევ პოეზიაზე გადავიდეთ. ქართველი ერი უამრავ რამეს ფარავს, მიზანმიმართულად ფარავს რა. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი გადარჩენის საშუალება, რომ დაფარული იყო, ეჭვი არ გვეპარება ჩვენ, რომ ანბანიც გაცილებით ადრინდელია, ვიდრე დღეს არის იგი ფორმულირებული და მოცემული და ასე უამრავი და ამ დაფარვამ ხშირ შემთხვევაში გადაგვარჩინა. ვეფხისტყაოსანი ხო თავიდან ბოლომდე დაფარვა, ადამ გონი დგება ეპოქა, რომ იგი გახსნან და ესეთ რაღაცას გეტყვით რა. და დაფარვაზე რომ დავამთავროთ ეს მონაკვეთი გადაცემისა, გენიოსი ადამიანი რა, ყველაზე დიდი მხატვარი მე მაინც ფიქრობ ქართველი ერისა, ლადო გუდიაშვილი. იგი საოცარი ადამიანია, მას ალბათ ყველანაირი განათლება აქვს მიღებული და მეტადრე ტაოკლარჯეთი აქვს შემოვლილი. და ტაოკლარჯეთის ძეგლები იმ ეპოქისას, ანამ ჯერ კიდე არსებობდა იქ არსებული ფრესკები ჯერ კიდე არსებობდა და ზოგი ხო დღესაც არსებობს. ანუ კანონიკა იცოდა, იმის თქმა მინდა, კარგად გამიგეთ.
და ქაშუეთში თქვენ იხილავთ ფრესკას, ღვთისმშობლის ფრესკას, საკურთხევლის მაღლა. ეს არის საოცარი ქართული გარემო, სადაც მეტნაკლებად და ოდნავ მცოდნე მაინც კანონიკისა დაინახავს რამდენიმე არაკანონიკურ გამოვლინებას შესაბამისად. და აქედან გამომდინარე, ეხლა ეს ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო კანონიკური ფრესკა და როგორი არა და ეს ფრესკა გთხოვთ იხილოთ, ვისაც იგი არ უხილავს, მობრძანდით ქაშუეთში და შეხედეთ საკურთხევლის თავზე არსებულ ფრესკას, რომელიც ძალიან დიდმა ლადო გუდიაშვილმა დაგვიტოვა. ეს არის წერილი ქართველ ერს, მე ესე ვფიქრობ. ეს არის წერილი, რომელთაც საოცარი სიმბოლიზმი და სახისმეტყველება გადმოგვცა. იქ არის ბროწეულის ხე, იქ არის სამი მტრედი, იქ არის მაცხოვრის აკვანი, იქ არის ქართული ხედები, იქ არის ქართული ფერები, იქ არის უამრავი ნიშანი, რომელიც აუცილებლად უნდა სახისმეტყველმა წაიკითხოს და ამას რო იხილავთ, თუ გნებავთ შემომეხმიანეთ და მერე ვისაუბროთ ამ თემაზე, რაც მე ვიცი ყველაფერს მოგიყვებით რა. ირაკლი ასლანიკაშვილი არის ჩვენი დროის გმირი, რითიც დავიწყე ჩვენი გადაცემა, ეს არის ჩვენი ერის გამრავლება, 4 შვილის მამაა, რაც უკვე გმირობაა, 1 შვილი, ვითომშვილი, არაშვილი, 2 შვილი, ვითომშვილი, კარგი 3 შვილი, კარგი შვილი, 4 შვილი, შვილი და მერე უკვე გმირობებზია საუბარი, 5 შვილი და 4 შვილის მამაა, გაახაროს ღმერთმა და ყველაფერთან ერთად ეხლა პოეტი ხო არის და მე ამითი აღმოვაჩინე პოეზიით, თავისუფლებით, სიმარტივით, ეპოქისადმი შესაბამისი ლექსების წერით, ზოგი რომ მაგალითისათვის 77 წლის ასაკში სიყვარულზე წერს და ზოგი რომ 13 წლის ასაკში ომზე წერს, ეგეთი ადამიანი არ არის. ეპოქას რო შეესაბამება, ისეთ ლექსებს წერს და ამასთანავე დედა ეკლესიის ღირსეული შვილია. აღმსარებელია, მაზიარებელია და თანაც ესეთი მარტივი ადამიანია და თანაც გენიალური ადამიანია. ეს 4 ერთად, ეს ძალიან მხიბლავს მე ადამიანში და მე იგი აღმოვაჩინე ამასთანავე იმ ერთ-ერთი ლექსით, რომელიც არის შედევრი. მე ვიტყოდი შედევრი 21 საუკუნის პოეზიის ერთ-ერთი შედევრია. მე ვიტყვი ერთ-ერთ წიგნზე, რომელსაც სახელად შედევრები ქვია, ამ თემის მერე იმაზე ვისაუბრებ და ეს ლექსი რო წამაკითხა, თავიდან დავიბადე. ხო ხდება უამრავჯერ იბადება ადამიანი თავიდან და თავიდან მე ესეთი კარგი ლექსი მიძღვნილი უწმინდესისადმი ჯერ არ წამიკითხავს. დაგვასაჩუქრე მაგ ლექსით რა. მე მინდა რომ ყველამ მოისმინოს ეს ლექსი და თან მინდა გთხოვოთ რომ რაღაცნაირად ვისაც ხელი მიგიწვდებათ, მე ახლა სულ ორჯერ მყავს უწმინდესი ნანახი, 3 მეტრიდან 2 მეტრიდან ისიც ეს მოკრძალებით, მეტანიით და არანაირი შეხება არ მქონია და ვისაც ხელი მიგიწვდებათ, იქნებ ჩვენ ღვთსოვან ღირსეულ საოცარ ადამიანს ეს ლექსი წაუკითხოთ თუ მოგეწონებათ. დაგვაჯილდოვე მაგ ლექსით რა. კაი, მაშინ ცოტა პატარა წინა სიტყვა. კი, ცხადია. გავაკეთებ. ჩემთვის ამ ლექსის მთავარი მარცვალი არის ის, რომ ეს ლექსი დაიწერა 24 დეკემბრის ღამეს დაიწყო და 25-ში გადავიდა, ასე ვთქვათ, 25-ში დასრულდა. და ეძღვნება, პატრიარქის აღსაყდრების დღეს დასრულდა ეს ლექსი და ეთქვა ფიქრიც მაქეთ იყო და არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ფაქტია, რომ ლექსი რადგან ამ თემაზეა, კონკრეტულად პატრიარქის აღსაყდრების დღეს ეხება. 1977 წლის 25 დეკემბერს უნდა გადავიდეთ გონებით ეს ლექსი, რომ უფრო ცხადად ასაქმნელი გახდეს და უფრო, ასე ვთქვათ, გემრიელად მისაღები გახდეს. გენაცვალე. და წარმოვიდგინოთ 1977 წლის 25 დეკემბერი. რა ხდება? ჩრდილო დასავლეთიდან მონაბერი ქარიქრის. ლამისა ახადოს ძირძველ ტაძარს გუმბათი, ტაძარს რომლის ფრესკებზეც ვიღაც უფლის თვალებს თხრის და უკეთეს ყოფას არც მის წინამძღვარს უქადის. დგას დროებან გრევის და ჟამი ქვათა განბნევის. ალღო გაუწაფიათ ჯოჯოხეთის მარეკებს, სამრეკლოებს ზარები ვით უსულო საგნები ჩამოჰკიდებიან და მდუმარებენ არ რეკენ. ისტორია შეცვლილი, ტრადიცია მახინჯი,
ყველა დღესასწაული წარმართული ღრეობა, ერი, მოსიარულე, უკუღმართი ნაბიჯით, აი ჩვენი ჯვარი და ჩვენი მემკვიდრეობა. ნუ თუ განწირულნი ვართ, ელი ლამა საბახთან, ნუ თუ ლოცვა არც ერთი ღვთისგან შესმენილია, ნუ თუ რამე ისე ვერ ვთქვით მეტეხის ტაძართან და ტყუილად ეწამა წიწამურთან ილია? არა ისმის ზეციდან, არის თქვენი საშველი. სვეტიცხოველს შემოსხდა ანგელოზთა კრებული, აჰა, თემით ხევიდან, გვარით შიოლაშვილი, საქართველოს იმედის ხატად აღსაყდრებული. ბრავო, კეცვიხრი, ღმერთმა გაგაძლიეროს, ძალიან გთხოვთ, გადაახვიეთ და თავიდან მოისმინეთ. ეხლა რამდენჯერმე მოისმინეთ, ყველა წინადადება, ესე ისტორია, ეპოქა, რო იყოს ჩატეული ერთ ლექსში, შესაბამი იმედი, სიხარული, სიყვარული რო იყოს ჩატეული ერთ ლექსში, რა თქმა უნდა ჩვენ პოეზიის ერი ვართ, მაგრამ იშვიათობაა და მეტადრე აი ამ თემაზე. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ირაკლი, გაგახაროს ღმერთმა და მე ძალიან მოკლედ გეტყვით რა ეპოქა იყო. ის ეპოქა იყო, რომ მე აი 70-იანი წლების დასაწყისში ვარ დაბადებული და რომ დავბადებულ ვარ, იქ რაღაც ისეთი მოვლენა მოხდა ჩვენს ოჯახში, მამაჩემის საახლობლოში და სასწრაფოდ შევიქმენი მოსანათლი. და ქალაქ გორში, ქალაქ კასპში, ქალაქ ქარელში, ქალაქ ხაშურში, ქალაქ ცხინვალში არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია და არ იყო არც ერთი მღვდელი. და ჩამომიყვანეს მცხეთაში. წარმოგიდგენიათ? და 1991 წელს მე მინდა ირაკლისას ვთხოვრო თავის მოძღვარზე ისაუბროს. ჩემი მოძღვარი ამბობს, რომ 51 მღვდელი ვიყავიო საქართველოში, 51 სასულიერო პირი იყო. და ისეთი დიდი კათედრები, როგორიც იყო მაგალითისათვის მანგლისი, წილკანი, უამრავი მაგალითისათვის ალავერდი იყო თავისუფალი, ვაკანტური, არც ერთი მეუფე არ იყო. წარმოგიდგენია და ესეთ ეპოქას შეეჭიდა ჩვენი უწმინდესი პატრიარქი და დღეს 3000 სასულიერო პირია და რამდენი ეკლესიაა და ამ ეკლესიასთან არსებული რამდენი საგანმანათლებლო კერაა და სასწაულები გააკეთეს ჩვენმა მღვდლებმა. საოცრებებს ჩადიან, მეტადრე სოფლის მღვდლები საოცრებებს ჩადიან, განმანათლებლები. ჩემი მამა ელიზბარი 1991 წელს გახდა მღვდელი, როგორც მოგახსენე. და აი ამ წიგნს, რომელიც მე შენ სიხარულით უნდა გაჩუქო, ეს წიგნი მისადმი მიძღვნილია. აი აქ ჩვენ გვაქვს შესაბამისად დაწერილი მე და ჩემს თანაავტორს, რომ ჩვენი გამოთვლებით 20,000, 21,000 ადამიანი მდგარა მისი ოლარის ქვეშ და 25,000 ადამიანი უზიარებია მამა ელიზბარს. და წარმოიდგინე, ჩემო ძმაო და ჩემო მეგობარო, გავხდიო მღვდელიო. უწმინდესმა ესე მითხრაო, რომ შენ ეხლაო ყველა დღე უნდა წირო და ვინც მოვიდოდა უწმინდესთან და ეტყოდა, რომ აი ამ სოფლიდანა ვართ, ეკლესია გვაქვს და არასოდეს იქ წირა არ ჩატარებულა, იქ მაგზავნიდაო, ხანსადო, ხან უთენია გავდიოდიო, შუაღამისას ბრუნდებოდიო, ესეთი ბრძოლა ჰქონდა იმ ეპოქაში, ეს იყო ურთულესი ეპოქა. ძალიან დიდი წინააღმდეგობა. თქვენ მოძღვარზე მითხარი რამე, ჩემო ზვირფასო მეგობარო. ჩემი მოძღვარი არის ირაკლი დუმბაძე, დეკანოზი ირაკლი დუმბაძე, არის აღზრდილი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი რომ არის, აი გადასასვლელ ხიდთან. ხო. იმ ტაძრის აღზრდილი არის, სხვათა შორის იმ ტაძარში ძალიან დიდი სიყვარული დუღს და დუღს და გადმოდუღს რო ითქვა. ნახალოკის ნაძალადების გულია, ხო? კი და ჩვენი წინამძღვარი, ჩვენი ტაძრის წინამძღვარიც დეკანოზი ლუკა სუპატაშვილიც იქიდან არის მამა ირაკლი და მამა ლუკა ერთი მამა ლუკა სუპატაშვილი დიდი განმანათლებელი, სიყვარულით მოვიკითხავ სწორიდან. ერთი ტაძრის და ერთი სამრევლო იყვნენ და მე ერთად სტიქაროსნები იყვნენ და ბოლოს ორივე მღვდლად ეკურთხა და აი დიდი ღომში ეხა დღეს ერთად არიან, ერთად დგანან, ერთად წირავენ და რა გითხრათ ჩემს მამა ირაკლიზე რა გითხრათ თუ არიან სიყვარულის მოციქულები, არიან სიყვარულის რაღაცა ჩემი მოძღვარი სიყვარულის მოძღვარი. მე ასე ვეძახი. ამას მარტო მე კი არ ვამბობ ამას ამბობს ყველა ვინც
მას ისნობს. არის ადამიანი, რომელსაც საოცრად უყვარს მსახურება, საოცრად გულკეთილი ადამიანი არის. აი ხა აჟიტირებული არ ვარ არანაირად ვიცი მე, რასაც ვამბობ, რომ ერთი ფეხი მას აქვს დედამიწაზე და მეორე აქვს ცაში. ეს რაღდათ ვიცი, უერთველად. გაგახაროს უერთველად. რაც თავარია, რომ გვაქვს უდიდესი, აი უთბილესი ურთიერთობა, ანუ ძალიან ხშირი კონტაქტი, ძალიან ხშირი ურთიერთობა და ანუ როდესაც აი არ ვიცი ხა ეს ვისთვის იქნება სასაცილოვისთვის იქნება დასაჯერებელი და გულში ჩასახუტებელი, მაგრამ არის მომენტები, როცა მე ის მჭირდება და ჩემთან ერთად არის, საკმარისია გულში დავსვა შეკითხვა და ჩემ გონებაში, რომ აი თქვა რას მეტყოდა ამაზე, ყოველთვის მისი ხმით ჩამესმის რაღაცა მოდის ის პასუხი, რომელიც არის აი მე რო გადავამოწმებ ხოლმე მასთან იყო ზუსტად ის, რასაც ალბათ ის თვითონ თეორიული ნიჭია, სასწაულია, ხილულის სასწაულია. აი მე შეხო იცი რომ მესმის არ ვიტყუები ბატონო მგზა. კი, კაცო, და ეს ჩვეულებრივი სასწაულია, ისეთი სასწაულია, რომელსაც მორწმუნე ადამიანები სასწაულს აღარ ეძახიან. ხო, თავისთავად. ამ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. ამ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება, აი ამ სასწაულის მნახველები ვართ, ხალხო და ძალიან დიდი მადლობა აი ამ ეპოქას და აი ამ ადამიანებს ახლა ვინ ჩვენ რა თქმა უნდა ვერ მოვიხსენიებთ, მაინც ვახსენებ ერთ ადამიანს, ეს არის მამა ბასილი ფოსური. ყველა გვესტუმრეთ რა, აუცილებლად უნდა წამობრძანდეთ თქვენ აი თქვენს უფროს შვილებთან ერთად ამ წინებზე გადაცემაში იყო და ვუყურე, უფროსი შვილები უკვე ისეთები არიან, რომ ემეგობრები წაიყვან და ათვალიერებ, აუხსნი მოუყევ და მთელი ცხოვრება და ამახსოვრდება, უნდა ჩამოხვიდე გორში. ატენში. ან ბლობაზე, ან ატმობაზე, აუცილებლად მესტუმრე და სანამ ჩამოხვალ სოფელ ატენში, სადგურის უბანში უნდა გაიარო ფერიცვალების ეკლესია. და იქ არის ესეთი საოცარი ადამიანი, მამა ბასილი ფოსური. ეს არის ჩვენი ეპოქის გმირი. ყველა იცნობს მამა ბასილი. ეს არის ჩვენი ეპოქის გმირი და რა მოხდა ახლა წარმოიდგინეთ დაახლოებით 15 წლის წინ სახლი ავარჩენე, პაწაწუნა სახლი აუცილებლად მესტუმრეთ და ამ სახლის კურთხევისთვის მინდოდა რომ გვდელი ჩამობრძანებულიყო და ასე შემთხვევით გავიცანი მამა ბასილი ფოსური მას მე ჩვენი თუ შეიძლება ასე ვთქვათ მეგობრობა დაიწყო და ურთიერთობა და შესაბამისად აი ამ შიშველ ადგილას სადაც არც ერთი შეიძლება 5 მაქსიმუმ 10 მორწმუნე იყო იმ დროს და იმ ეპოქაში აშენდა ეს ეკლესია და ამ ეკლესიის მიმდებარედ არის სამრევლო სკოლა და სასწაულს გეტყვით აი ხილულ სასწაულს რა ხანდახან არის გაკვეთილი ამ ბავშვებისადმი სამრევლო სკოლაში ორშაბათობით საღამოს 7 საათზე სადაც 280-270 ბავშვი ზის ოთახში წარმოგიდგენია და მეუფეს ისა მამაოს ესეთი დაბალი ხმის ტემბრი აქვს გამიგეთ და რო საუბრობს დაბალ ხმაზე საუბრობს ახლა საოცარი ადამიანია და ისეთი სამარისებული სიჩუმეა და ისეთი გაფაციცებული არიან ბავშვები და იმხელა ცოდნას იღებენ ესეთი ადამიანის ეპოქაში ვცხოვრობთ როგორიც აი უწმინდესმა ესეთი საოცარი ადამიანები გვანახა რომლებიც დაფარულნი იყვნენ ჩვენ ერში და ამასთანავე მათზე ხო ოდლად კურთხევისას ეპისკოპოსად კურთხევისას გადმოდის საოცარი ნიჭი და გარდა მაგისა ისედაც აი საოცარი პედაგოგიური ნიჭი აქვს ამ ადამიანს მე რაც მისმენია მისი აი ეს შეკითხვა პასუხები რაღაცები ხო არის ხომ სოციალურ ქსელებში და ნუ აი საიდან მოსდის ეს პასუხები საოცარია თუ არა ის ძალიან დიდი შინაგანი პედაგოგიური ნიჭი და რა თქმა უნდა გაჯერებული იმ სისუფთავით და სულიწმინდად კარნახობ რა თქმა უნდა და პეტრე ისა პავლე მოციქული 3 საუკუნის გარდაცვლილი უკვე კარნახობდა ივანე ოქროპის ყურში ეს ჩუმად კარნახობდა ვატოპედის მონასტერში არის ეს თავის ქალა და ის ყური და მოლოცილი მაგალითად ივანე ოქროპირის შემდგომ იყო პროკლე კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი იყო შემდგომ და თანამოსაკნეები იყვნენ და ვიცოდიო რომ მარტო იყო და ხმები მესმოდაო შევიჭყიტებოდიო და დავინახავდიო რომ ეს წელში მოხრილი ჩუმად კარნახობდაო წარმოგიდგენიათ ესეთი ხო და
აი ესეთი კარნახი ზეციდან მოდის, ეხლა მე ესეთ რაღაცას ვიტყვი, ეხლა სახელს არ დავასახელებ, იმიტომ რომ ამისი კურთხედვა და უფლება არა მაქვს და ერთ ადამიანს უწმინდესმა კურთხევისას აი მქადაგებელი იყავიო ესეთი დაანათლა შეიძლება და საოცარი მქადაგებელია ის ადამიანი თუ მომისმენს შემთხვევით ეხლა მიხვდება ვიზე ამბობდა ქეთს ვიხრი მის წინაშე და ჩემ მასწავლებელს მიტროპოლიტანანია ჯაფარიძეს ეხლა ყველა იცნობთ ამ ადამიანს დიდი მეცნიერი და ძალიან დიდი სწავლულია და ეპისკოპოსად კურთხევის შემდგომო რასაც წავიკითხავო ეს გინდა სამეცნიერო იყოს გინდა პროზაული იყოს ყველაფერი მომახსოვდება ერთი წაკითხვით და მე 15 წაკითხვა მინდა ლექსი რო ვისწავლო საოცარი ნიჭია ხო ეს საოცარი ადამიანია შიშველი ხელებით რაღაცას აშენებელი ჩემი მოძღვარი მაგით გამოირჩევა კიდე რომ ანუ აი შეუძლია წესი ააგოს ისე რომ არ ჩაიხედოს იმაში წიგნში აი ესე და აი დაუჯდომლებს ათონზე რო ვიყავით კუტლუმუშის მონასტრიდან ივერონის მონასტრამდე ფეხით ჩავედით და დაუჯდომელი გზაში წაიკითხა ფეხით ესე მივდიოდი აი ესეთი ნიჭი აქვს ერთხელ ერთ-ერთ იმაში რა ქვია ერთ-ერთ წესის აგებაზე ვიღაც ახალგაზრდა მივიდა და აკოცა რომ ერთადერთი კაცი ხარო რომელმაც 2 საათელი ჩავაქრობიო წესის აგების დროსო ასე ვთქვათ და აი რა ვიცი დიდი მადლობა ჩვენო პატრიარქო დიდი ნიჭი აქვს აი ესეთი დიდი მადლობა აი ამ ადამიანების გამორჩევისათვის აი ამ ადამიანების აღმოჩენისათვის აი ამ ადამიანების გაზრდისათვის აი ამ ადამიანების მოცემისათვის და ესეთი სასულიერო დასისათვის როგორც საქართველოს ყავს რა მე ძალიან მიხარია რომ ძალიან ბევრი ნაწილი ჩვენი ერისა გამგებია დიდებულად აი ამ სიტყვისა რაც ახლა მე ვთქვი ძალიან დიდი ნაწილი ამას დიდებულად გაიგებს და მოდი ახლა ისევ პოეზიას რო დავუბრუნდეთ რამაც ჩვენ შევკრიბა რა რადგან ახლა ახსენე დუმბაძე ეგრევე მენიშნა ნოდარ დუმბაძე გამიგეთ და ნოდარ დუმბაძეც ახლა ძალიან დიდი მწერალია ძალიან დიდი იქ რომ ესეთი სცენა აქვს მე ვხედავ მზეს ბავშვობიდან ვეტრფოდი ამ ნაწარმოებს ამ მეშვიდე კლასში რო წავიკითხე შემიყვარდა მისი გმირი ხატია მიყვარდა და წარმომედგინა რომ ესეთ გოგონას მოვიყვანდი აუცილებლად ცოლად და იქ ესეთი სცენა აქვს დაწერილი რომ იცვლის ტანსაცმელს სადღაც უნდა წავიდნენ და საგარეო უნდა ჩაიცვას და მეტრიალდიო სოსოიაო და ესეც მეტრიალდება გამიგე და აი ეს გთხოვთ ეს სცენა წაიკითხოთ და ეს რო დავწერეო ნოდარ დუმბაძე ამბობს ეს უწერია სადღაც რომ აი მაშინ მივხვდიო რომ წერალი ვიყავიო და უნდა მეწერაო თორე სულით ისე მე პოეტი ვიყავიო და პოეტობაზე მოცნებობდიო ხო და მას აქ ახლა საბავშვო ლექსები აქვს და უცებ აი რა გამახსენდა იცით ისევ დაფარვაზე შეფარვაზე და პოეზიაზე მე მქონდა ბედნიერება რომ მუხლზე ვეჯექი ბავშვობაში 6 წლის 7 წლის ბიჭუნას 6 წლის 7 წლის ბიჭუნა ნოდარ დუმბაძეს და ყიფჩაღის პაემანი ჩავაბარე და დამაჯილდოვა სამმანეთიანი მაჩუკა ამ გიგანტმა ადამიანმა ჯიბეები მოიჩხრიკა და მარტო 3 მანეთი ქონდა სტუმრად იყო ჩვენთან ოჯახში და ნოდარ დუმბაძე ეს სტუმრად ყავდა რუსეთიდან 10-12 პოეტი და მწერალთა კავშირის წარმომადგენელი და ამ სუფრაზე ბრძანდებოდა მამაჩემი დიდი მეგობრობა ჰქონდათ მამას და ნოდარ დუმბაძეს ხო და სასწაული მასტერკლასი ჩაუტარაო ამ ადამიანებსო იქ იყვნენ მთარგმნელები პოეტები ასე შემდეგ რომ თქვენო და ყველასო აბსოლუტურად ქართველების გარდაო ესე გონიათო რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანი არისო დაწერილიო ცხენზეო რა ხო გამიგეთ და აუხსნა დაუსაბუთა რომ ეს არის შესაბამისად სულიერებაზე რაღაც საოცარ სიღრმეებზე საოცარი სახის მეტყველება და ასე შემდეგ და ამის მოსმენასო არაფერი ჯობდაო მამა ამბობდა ყვებოდა და როგორ არ გადაიქცა ვეხვეწებოდიო რომ გადააქციე ეს ტექსტად სტატიად რომ თელმა მსოფლიომ გაიგოს მეტადრე რუსებმა ეხლა
ბორის პასტერნაკი ამაყობს, რომ ბარათაშვილი თარგმნა და რამდენიმე ადამიანი ამაყობენ ამით, მაგრამ ეს ისეთი ღარიბია ნებისმიერი თარგმნა ქართული პოეზიის. ჩვენ რო პოეზია გვაქვს ალბათ 50 ers, 150 ers ეყოფოდა და მწერლობა. ნამდვილად. პატარა გოგონა გულქანი არის ავტორი ლექსისა რამ შემქნა ადამიანად რაც არ მოვედია და ეს რო შექმნა ეს რამდენიმე წინადადება მამას მიუტანა და მამამ უთხრა დიდმა ვაჟა-ფშაველამ რომ შენო ჩემზე დიდი პოეტი ყოფილხარო და ადექიო და დაიწერეო რასაც იმას იზავოდა ვაჟა-ფშაველას არ ქონდა ხანდახან საწერკალამი და ქაღალდი და ეხლა გულქანს საიდან ექნებოდა და წერდიო ქვებზეო ფხაჭნიდიო იქ რო ვიყავიო საქონელშიო და მე ეს ცხოველებიო რომ აბუზარავდებოდნენ იცით აბუზარავება რასაც ნიშნავს ქართველებმა მეტადრე ეს გავყვებოდიო ცხადია ის ქვებიო სადაც ლექსი იყო დაიკარგებოდაო გამიგეთ და ვიღა იპოვნიდა იმასო და ესეთი რამდენი ლექსია დაკარგული შედევრია დაკარგული ალბათ აბა ჩვენ ალბათ იმისი მეასედი ან შეიძლება 1000-დი გვაქვს რაც ქართველებს შეუქმნიათ რა თქმა უნდა აი ხა არც ეს იქნება ჩემგან პირველი ნათქვამი ხა ხო უნდა მისულიყავი ვეფხისტყაოსნამდე რაღაცით აბა ანუ რაღაცა ხო ან თქვათ ვეფხისტყაოსანთან ერთად რაღაცა ხო უნდა ყოფილიყო აი გვერდზე და თქვათ ახლა დღეს წერთ მე ჩემი მეგობრები სხვა არამეგობრები მაგრამ სხვა ადამიანები წერთ და ასე თუ ისე შეიძლება თქვათ ვიღაცას ჯობია ვიღაცა უკეთესია ვიღაცა უარესია მაგრამ რაღაცა რაოდენობა ხო შეიკრიბება ისეთი რომელიც კარგია და ერთმანეთზე უკეთესია თქვათ ან ერთი მხრივ არის კარგი და მეორე მხრივ და ერთი მეორეს არ გამორიცხავს სულაც არ არის კონკურენციაში ერთმანეთთან ხო მაგრამ კაცო იქვე სად არის რამე სად არის მitwetez ეგეთი დონის ხო ხშირად ეხა ისე ხუმრობით ვამბობ ხოლმე რა ანუ ხო რო არის ხოლმე რა რომ აი სომხები რო არის ხოლმე საუბარი რომ აი ვეფხისტყაოს არისო ისა შოთა რუსთაველიო სომეხი იყო ისაო და უნდა იმას მიეცით კაცო ქონდე ოღონდ გითხარი აბა კიდე დაწერე მაგისთანა რამე ან გვაჩვენეთ რაღაცა იმ დაგვარი მაინც რაღაცა იყოს თქვენი ოღონდ დაგვიმტკიცეთ რომ აი სომხებმა კი არა ნიკომარმაც კითხვა რომ იმისნაირი მაინც არის რაღაცა გააქვთ ისეთივე რაღაც ან თქვათ ან იგივე იმ კერძში რაღაცა კაცო იყოს ეს არ შეიძლება ამას ქონდეს რაღაცა აი მერანი როგორც არ შეიძლება იყოს ცხენი არ შეიძლება შოთა რუსთაველი იყოს მარტო ქართველი შოთა რუსთაველი არის და ვეფხისტყაოს შოთა რუსთაველი ქართველი იქნება ყველა ვარიანტში მაგრამ ვეფხისტყაოსანი არასდროს არ იქნება მარტო ქართული ის არის სამყაროსთვის დაწერილი მეორე ბიბლია რა თქმა უნდა მეორე ბიბლია და უნდა კაცობრიობამ გაიცნოს ეს იქ ჩანს თუ როგორი ცოდნაა ზუსტად აი იმ წმინდა წერილის როგორი ცოდნა არის ხო ანუ რომ მოუჭირო ხელი ვეფხისტყაოსანს წმინდა წერილი ანუ ბიბლია გამოიწურება ასე გამოვა ხო ანუ რაღაცა დარჩება ის რაღაცა და დარჩება ის სილამაზე რაც არის ბიბლიური ტექსტები და შინაარსები და მე ამაზე ვსაუბრობ ბატონო გზარ თორე მე 1000-დი ვერ ხვდები ალბათ იქ კიდე რა შეიძლება იყოს უბრალოდ შემიძლია ასე ზედაპირულად ვილაპარაკო ამაზე და ღმერთმა მაპატიოს რომ ამდენს ბედავ საერთოდ რომ რაღაცა ან ბიბლიაზე ვსაუბრობ ან ვეფხისტყაოსანზე ვსაუბრობ ასე იმაში რა ქვია მტკიცებულებით ხარისხში და იმაში რა ქვია ხო ძალიან ბევრი ვერსია შოთა რუსთაველის პიროვნებაზე და ასე შემდეგ და მე უფემ ყველაფერი იცის დედამიწაზე და მე უფეს რო შევეკითხე რომ ვინ დაწერა თქვენი ვერსია ახლა ისტორიული რაკურსით შევეკითხე გამიგე და ეგო სულიც მიდის დაწერილი არისო აი ეგრე მითხრა და გამაჩუმა კარგი ანუ რა მნიშვნელობა რაღაც დონეზე რა იმდენად ისტორიულ პიროვნებას არ აქვს მნიშვნელობა რამდენადაც სულიც მინდა მაი ჩვენ მეორე ბიბლია შეგვიქმნა და მitwetez კიდე ერთხელ ვიმეორებ როგორი ეპოქა იყო ჯერ დაწერის ჯერ იმ ამისინ მე აქამდე მოტანის წარმოვიდგინეთ და რეები გვაქვს დაკარგული და
მე ახლა ერთი ადამიანი მინდა წარმოგიდგინო, აგერ ღმერთმა გაგაძლიეროს და კიდე ერთხელ ვამბობ, დიდი მადლობა ამ ეპოქას, თუნდაც იმისთვის, რომ ესეთი უამრავი რამე გაიხსნა და აი მე და ირაკლი გახლავართ ახლა, მე ჩემი წიგნი მაქვს აქ დაწერილი და დაბეჭდილი აი ესეთ მაღალი პოლიგრაფიული. ირაკლისას თავისი წიგნი აქვს, ჩვენ ეს წიგნები უნდა გავცვალოთ ახლა და ნებისმიერ თქვენსაც მოგაწვდით და წარმოიდგინეთ, იყო ესეთი ადამიანი. გენიოსი ადამიანი, ეხლა ქართველი პოეტის ბედზე მინდა რა, ზუსტად აი 3 წუთი ვილაპარაკო. ეს არის ვინმე ნიკო სამადაშვილი. რა მოხდა იცით? 1993 წელს დაახლოებით გამომცემლობა საბჭოთა საქართველომ, აი გალაქტიონის ხიდთან რო არის, გამოსცა წიგნი შედევრები. ესეთი დიდი ფორმატის წიგნია, თაბახის ტოლი, A4 თაბახის ტოლი, შავი ყდით, სადაც არის ალბათ ერთი 150 პოეტი და ერთ-ერთი იყო ერთი ლექსით არის შესული აქ ნიკო სამადაშვილი. და მე მახსოვს, მე მაშინ ახლა ახალგაზრდა ვიყავი 23 წლისა და ახლობით 22 წლისა და მახსოვს ადამიანთა გაოცება, აი სადაც მუშაობდი, სადაც დავდიოდი, ჩემს ოჯახშიც კი რომ ვინ არის, ვინ იყო, ერთმანეთს ეკითხებოდნენ აი ამ ადამიანზე. კარგად გამიგე და ისე იცოცხლა ამ ადამიანმა, ამ დიდმა პოეტმა, თურმე ძალიან დიდმა პოეტმა. რიგითმა პოეტმა კი არა, აი მეორე რანგის, ასე ვთქვათ, აი გალაქტიონის მერე, ილია ჭავჭავაძის მერე და აი ამ დიდი შვიდეულის მერე რო დადგება, აუცილებლად, ვაჟა ილია აკაკი აი ამ დონის შემდგომ რო დადგება, დავით გურამიშვილის შემდგომ რო დადგება და გალაქტიონის შემდგომ რო დადგება, ისე იცოცხლა ამ ადამიანმა და ისე გარდაიცვალა, რომ ისი არც ერთი ბროშურა არ გამოსულა. წმინდა ნინოზე ეხა გამახსენდა, წმინდა ნინოზე აქვს ლექსი და იქ არის ერთი ესეთი სტროფი, საოცარი სტროფი არის. წინაპრის ძვლებზე იდგა ტაძარი, მაღლა ოცნება მიჰქონდათ მთიებს, ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები, ჰგავდა სისხამზე მოკრეფილიებს. ეგ ლექსი უნდა წავიკითხო ეხლა, შენ შემოგევლო, ჩემი თავი, დიდი მადლობა, შენ ნიჭიერი ადამიანი ხარ, მე ვერ ვიმახსოვრებ რა და უნდა წავიკითხო. აი ეს ლექსი, საოცარი, ყველანი მესტუმრეთ ატენში, აი ირაკლის მეგობრები მესტუმრეთ, ჩვენი საერთო ნაცნობები. ეს ადამიანი ატენელი ადამიანია, ატენის ხეობის ადამიანია, იქ სოფელი ხიდისთავი, რომელიც გურიაშიც არის, მაგრამ ჩვენთანაც არის გორის რაიონში სოფელი ხიდისთავი, ეს არის ხიდისთავი, ანუ მთავარი ხიდი. ანუ ხიდისთავიც ატენის ხეობაა, ტანას ხეობაა. და იქ არის დაბადებული ნიკო სამადაშვილი. გთხოვთ იცნობდეთ და გაიცნოთ ეს ადამიანი. ატენის სიონი. დასაბამს ქვემოთ აქ ტყებუდობდა, პირქუში როგორც ამაოება. შეხიზნებოდნენ მთებს ქურდებივით გამოქვაბული დამყუდროება. სქელი ნისლები მდორედ ხრჩოლავდნენ, ყრუდ ჭრიალებდა ხევის ანჯამა, ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე, თითქო ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა. უფლის ნათელი დაბარბაცებდა, გაუთენარი გზების ბოლომდე, კერპები თვლემდნენ გაღმით ბორცვებთან, ჟამს რომ კივილით ჩამოჰყოლოდნენ. დრო იყო, როცა ბნელს ასუფეველს, მდინარე ტანა ჩაუდიოდა, საიქიოდან წუთი სოფელი, როგორც მამალი ისე ყიოდა. სადღაც მღვიმეში ენთო კანდელი, ხელში ხატები ეჭირად ჩრდილებს, მოციქულებს კი გარდატნის კლდეზე ჩასძინებოდათ, აღთქმით დაღლილებს. წარმართა ძვლებზე იდგა ტაძარი, ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს, ძირწმინდა ნინოს ნაფეხურები გავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს. ვით უკვდავება წყარო ანკარა, ათის კროვნებდა ირმების ფერდობს, ქრისტემ ბავშვობა გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს. მოსულ შეთქმულთა ნათელ ოცნებას, გუმბათის სვეტი გარსი ტბორებდა, მოხუცი ღმერთის აქ ნათქვამ ლოცვებს, სამრეკლო ღამე იმეორებდა. სიონში მრევლის ტევა არ იყო, გარეთ გალობდნენ მწირი ბერები, ჯიღა ცაცხვები იდგნენ ყორესთან ვით ხანშესული ქალდეველები. ჩუქურთმებს ტაძრის ბანი აეპყროთ, ელავდა მთვარე, ქურუმთა ოდა, მოჰქონდათ ჯვარი, ჭრაღები ენთო და დანახვისზე ჭოტიკიოდა.
აი ესეთი საოცარი ლექსის და აი ესეთი საოცარი ლექსების მქონე ადამიანი ქართველმა ერმა მისი გარდაცვალებიდან 30 წლის 40 წლის მერე გაიგო წარმოგიდგენია და ეხლა გამოიცა აი დიდი მადლობა კალბატონ დარეჯან თეთრაშვილს რედაქტორია და ძალიან დიდი მადლობა აი ამ წიგნისათვის და ეხლა ერთ ლექსსაც წაგიკითხავთ რომ ეს იყო პირველი ლექსი ამ წიგნში შემთხვევით არ იყო ის პირველი და ეს ბოლო ალბათ მაგრამ მე მაინც გამავოცა რომ ის პირველი ლექსია და ეს ბოლოა და ბედი პოეტისა ქართველი პოეტისა უამრავი ქართველი პოეტისა ქურდი ის ჩუმად წერდა თითქმის მალულად უყვარდა ნისლით ნალექი გზები რომ მიიცვალა უცებ ქურდულად თან გაიტაცა თავის ლექსები და მეგობრებმა გადააქოთეს მთელი ოჯახი წალო კარადა ვერ მოისაზრეს ვერ მოიფიქრეს თუ მკვდარი ლექსებს მოიპარავდა რამდენი ლექსი წაიღო ეხლა ამ ადამიანმა ხო საიქიოში რამდენი ლექსი დაიკარგა ხო რამდენი და სულ არა 111 113 ლექსია შესული და ეს არის მთელი კრებული მისმა შვილმა და ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ითავა აი ამ წიგნის გამოცემა. აი ბედი ქართველი პოეტისა. აი ქართველი კაცის ბედი, მოდით ესე ვთქვა და რა ეპოქები გვაქვს გადატანილი, წარმოგიდგენიათ. და გალაქტიონ ტაბიძეს კიდე შესაბამისად როგორ ვერ შევუქმედით სრული პირობა, რომ ხო გვაქვს ეხლა 1500 სასწაული ლექსი. ეგ აი როგორ არის ისიც მგონი ზუსტად ეგ იყო ის პირობები რომელშიც გალაქტიოს უნდა დაეწერა. ფიქრობ? კი, იმიტომ რომ აი არ მგონია სწორი რომ თქვათ აი მოცემულობას გავცდეთ. ის მოცემულობა უკვე არსებობს და იმ მოცემულობაში შეიქმნა ის რაც არის. ხელები ამიწევია, მაგას რასაც ამბობ. ნუ თუ რამე დაგვაკლდა, გვაკლია, არაფერი არ გვაკლია. გალაქტიონმა რამე დაგვაკლო, არაფერი არ დაგვაკლო. ყველაფერია, საკმარისია, ზე მეტია. უნდა ეცოცხლა. ხო, ანუ ეხა ეგ ვიგულისხმე, ეფიციენტი. ხო, მე მაგალითად აი ეხა საერთოდ სხვაგან წავიღებ. კი, თავისუფალი. საქართველოს შეიძლება გავწდები და თქო იგივე აი მე ძალიან ბავშვობიდან უსმენდი ბობ მარლის რა, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს მომღერალი. 40 მართლმადიდებელია, ხო იცი? მართლმადიდებელი, იცით რა არის, ის მოინათლა ეთიოპიის იმაში, რა ქვია, რომელიც კოპტები, როგორც კოპტები, ეს არის ორთოდოქსებს კი ეძახიან თავის თავს, მაგრამ მაინც მონოფიზიტები არიან და შესაბამისად მართლმადიდებლობას თან ვერ გავაიგივებთ. თუმცა ბოლო წლებში ჩემზე კარგად გეცოდინება ცხადია. და რას ამბობდი? 51 წლის ასაკში გარდაიცვალა რა და მან ისეთი შექმნა იმდენი ის მუსიკა შექმნა იცით რა არის ზედმეც თუ იცხოვრებს ზედმეც თუ შეჭამ ზედმეც რომ ჭამაგე მატყვია სულ ამაზე წვალობ ამის დაგდებაზე რაღაცაზე ზედმეც იცოცხლებ რაღაცას ისეთ სიტყვი რომელიც აღარ იქნება საჭირო და ყველამ აი განგება მიცის რა ბატონო გზარ მე ესე მჯერა რომ განგება მიცის ვინ როდის სად და განსაკუთრებით გენიოსებზე თორე ხა უსარგებლო და უღირსი რამდენია რომ მართლა ცას გამოეკერება ხოლმე და მიწას გამოეკერება რომ არც იმას მაოხრებელი გზირებივით რა არც მიწას არგია არც ცას არგია და არავის და ასეთმა გენიოსებმა იციან როდის დაასრულონ ყველაფერი სად დასვან წერტილი სად მრავალ წერტილი სად რამდენ ხანს იცოცხლონ ასე ვთქვათ და რამდენ ხანს წერონ და რომ ზედმეტი არ მოუვიდეთ რაღაცა და არ გააფუჭონ ის რაც არის ძალიან ძვირფასი. ვინ იცის რა სიტყვა და მაშინ ასე დაუშვათ ესეთი დაშვება რომ გავაკეთოთ ვინ იცის რა სიტყვა და მე როგორ გაიფუჭებდა თავის სახელს თავის პოეზიას რაღაცას ხო რამდენი იცით ბატონო გზა რომ გენიოსი კარგად დაუწყია ასე და ისე და გაუფუჭებიათ საქმე მე ან ვიღაცა შეეკრა ან გამოეკრა და გენაცვალე გარემოზე გეთანხმები რომ ზუსტად ის გარემო ჭირდებოდა ალბათ გალაქტიონს იმ ეპოქების და ასე შემდეგ თუმცა მაინც ვისურვებდი რომ უკეთესი გარემო ხო ეს ჩვენი ჰუმანური ის არის თქვენი და ასე ვთქვათ ზოგადად ადამიანის ჰუმანური სურვილია რომ ისიც აი გენიოზე ასე შექმნილი ყოფილიყო მისთვის რაღაცა საუკეთესო პირობები მაგრამ შეიქმნებოდა ის ამ საუკეთესო პირობებში ხშირად ეგრეა რომ არა
გენაცვალე გულში, მრავალწილად გეთანხმები. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ხლა როგორ შეიძლება მე სტალინი ყოფილიყავი, მაგრამ სტალინი რო ყოფილიყავი, კი არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ აი ძალაუფლება რო ყოფილი მქონოდა იმ ეპოქაში. მიხეილ ჯავახიშვილი სადღაც ზუსტად ისეთივე პირობებში, როგორც თვითონ იყო, აი გადასახლებაში მაგალითისათვის იცოცხლებდა კიდე 20 წელიწადი და ექნებოდა კალამი, ქაღალდი, საჭმელი, სასმელი, დაცვა, ყარაული და ასე შემდეგ, რომ მას კიდე დაეწერა კიდე ერთი არსენა მარავდელი. კარგად გამიგე რა. 27 წლისა გარდაგვეცვალა ტატო. 27 წლისა გარდაგვეცვალა და ტატო თბილისელებმა სამსახური ვერ ვუპოვნეთ. ტატო ბარათაშვილის და წავიდა და მანეთი და 20 კაპიკი ქონდა ხელფასი განჯაში და მუშაობდა ჩაფრად და გადამწერად და რუსტაველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა ვიყო მუდამ ასე ბედნიერი ქართველი პოეტი მერქვას პურის ნატეხი და 1 ლიტრა ღვინო სიმდიდრეთ ჩამითვალეთ თუ მეტი ვინატრო ანეს ვითაკილო არ ვნახო მთაწმინდის მთვარე მხოლოდ დრო და დრო დამარეტიანოს კაშვეთის შემოხედვამ რუსტაველის გამზირზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა 27 წლის ბიჭი მოგვიკვდა ლადუასათიანი და რა ბედნიერება იქნებოდა რომ 47-ის მაინც ყოფილიყო ან 37-ის მაინც რა რეებს დაგვიტოვებდნენ წარმოგიდგენიათ რეებს დადებდა რეებს შექმნიდა მე მესმის გეთანხმები მრავალწილად გეთანხმები საქართველოში რო საკვდებოდნენ უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე შენ გენაცვალე აი ეგ პათოსია ხა თქვენ სიტყვებში რა თქვა უნდა ბატონო გზარ ვინო ხერი იტყვის ამის საწინააღმდეგოდ უბრალოდ აი ალბათ ესეა რა ალბათ ესეა რაღაცას გემო მაშინა აქვს უფრო მეტი გემო აქვს რომ აი მირზაგელოვანის ლექსი რომ აი იქ არის ანგარში როა დაწერილი ალბათ იმიტომ არის უფრო ტკბილი, უფრო გემრიელი, უფრო სულში ჩამზრელი და ასე შემდეგ და ასე ყვავილობაზე სასწაული ბიჭი 27 წლის ბიჭი ალიოშა საჯა რამდენი ადამიანი მაინც 27 წელიანები რამდენი ახალგაზრდა გარდაგვეცვალა ქართველი პოეტები 27-იანთა კლუბიც ხო არსებობს საოცრება და ქართველთა 27-იანთა კლუბი გადაწონის მთელ დედამიწას მგონი რა იგივე იყო ესეთი ბიჭი შანდორ პეტეფი ძალიან მინდა ყველას გთხოვოთ მისი ყანჩა წაიკითხეთ ყანჩა რა თქმა უნდა და ისეთი კაი თარგმანებია რომ ხანდახან ვფიქრობ რომ ნუ თუ ორიგინალშიც ესეთი კარგია მისი ლექსები ისი ბორის პასტერნაკმა გვითხრა ჩვენ რომ შექსპირიო გაცილებით უფრო კარგად აგაქვთო თქვენო ნათარგმნიო ვიდრე მსოფლიო ყველაერსო არ არის გამორიცხული ივანე მაჩაბელმა და ილია ჭავჭავაძემ რომ მეფელირი და რიჩარდ მესამე და ჰამლეტი დადეს ეგეთი თარგმანი არ არსებობსო და ისეთი მიახლოვებულია და ქართულ სონეტები კიდე უფრო გენიალური რა კიდე უფრო გენიალური გინდა გაჩეჩილაძისეული და გინდა თაბუკაშვილისეული ნიკო ყიასაშვილი ამითი ამაყობდა ეს პირველი შექსპიროლოგი იყო რომ ჩვენ ყველაზე საუკეთესო თარგმანი გვაქვს პოეზიის მაგრამ ჩვენი ვერ ითარგმნება ირაკლი მოდი და თარგმნე წუთის სოფელი გარდაცვალება და იგივე ფრაზები და სიტყვები და არსები ჩემთვის არის უძვირფასესი პოეტი რა მუხრან მაჭავარიანი ძალიან დიდია ჩემთვის მაგრამ მე აი თქვათ აი ავიღოთ ნებისმიერი მუხრანზე ბევრად ნაკლები თქვათ დონით ასე ვთქვათ ქართველი პოეტი და შეიძლება მისი ლექსები ადვილად ადგე და გადათარგმნო ვერც კი წარმომიდგენია როგორ შეიძლება მუხრან მაჭავარიანი საერთოდ გადათარგმნო რომელიმე ენაზე რა ანუ მისი ეს შეძახებები მისი ეს იმეილი ეს როგორ უნდა გადათარგმნო წარმოუდგენელია და ავიცი ერთხელ წავაწყდი ასეთ რაღაცა თარგმანს და გული კი რაღა შემეკუმშა და კი რაღა მოუკვდი ადგილზე ვიღაცა რუსულად ქონდა გადათარგმნილი მუხრან მაჭავარიანის კარგი მეუთხარი არ გინდათ დაანებეთ ამას და ისევ იმას ვიმეორებ რა უნდა ჩვენი ერი გამრავლდეს ეხლა რა თქმა უნდა თავარი ერია და თავარი სარწმუნოებაა და ასე შემდეგ მაგრამ
დიდი უბედურება იქნება, რომ დავითიანის წამკითხველი აღარ იყოს საქართველოში. დედამიწაზე, დედამიწის დანაკარგი იქნება, რომ ქართველი პოეზიის წამკითხავი და გამგები აღარ იყოს. ღმერთმა ქნას ჩვენი გამრავლება და ეხლა კიდე რა გამახსენდა იცით, აი ყველა ქართველი ხო პოეტური სულით არის ესაბამისად, ყველა ან თითქმის ყველა საოცარი რაღაც უნდა მოგიყვე. ესეც აი არცად არ წერია. 60-იანი წლების ბოლოა და ჩარგალში იყო ვაჟაობა. დიდი დღეს ასწავლი და წარმოიდგინეთ ეხლა მთელი მწერალთა კავშირი, ზოგი თავისი მანქანით, ზოგი სახელმწიფო მანქანით არის ასული ჩარგალში და დიდი სუფრაა გაშლილი ამ ღონისძიების შემდგომ, რომ გამოვიდნენ სიტყვით, იყო ოფიციალური მისალმებები, მთავრობაც იქ არის, მწერლობაც იქ არის, მხედრობაც იქ არის და ადგილობრივები ხო უამრავი და გაიშალა გრანდიოზული სუფრა და ისე მოხდა ჩემო ირაკლი, რომ ახლოს რა ესე მაგალითად 2-3 ადამიანი სიკით ერთად ისხდნენ კონსტანტინე გამსახურდია და ადგილობრივი კაცი. რომელმაც შუა სუფრაში უწევ კონსტანტინე გამსახურდიას მოდი ლექსებში გამეჯიბრეო რა. ლექსებში გამეჯიბრეო და კონსტანტინე გამსახურდია ეს მთარგმნელი და პოეტი და მოაზროვნე და გენიოსი რაზეა საუბარი. და ესე უწევ შეაგება სიტყვა და რომ მოგიგო მერე რომ მოგიგო თუ რა მე თვალუწვდენელი ცხორი მყავსო და წაიყვანეო სულ ცხორის გარეშე ნუ დამტოვებო და ცოტა დამიტოვეო და წაიყვანე რამდენიც გინდაო და მე თუ მოგიგეო აი ცხორში გამომადგებაო ეგ კაი დუბლიონკა რო გაწვიაო კურკიო გერმანიაში შეძენილი უმაღლესი დონის რაღაცა კურკი ეცვა ხო ცხადია და ეგ კურკი დამიტოვეო ცხარში გამომადგებო და დაიწყეს პაექრობა წარმოგიდგენიათ ნედა იქ ყოფილიყავი მთელი თავიდან დავიბადებოდი რა ხდება ეხლა ქართველი პოეტები და ადგილობრივი ადამიანი და გაგრძელდა შუა ღამემდე წარმოგიდგენიათ პირველამდე 2 საათამდე გაგრძელდა და დაზავდნენ და საქმე რაში მდგომარეობს რა ეს ადამიანი ეს ადგილობრივი ადამიანი რომლის სამწუხაროდ სახელი და გვარი არ ვიცი მაგრამ ალბათ ეცოდინება და იქნება მასზე აღწერილი ეს ადამიანი ჯერ ვაჟას ლექსებს ამბობდა მერე თავის ლექსებს ამბობდა რომელსაც ხშირად ამბობდა ხოლმე სუფრა იყო თუ ღონისძიება და მერე თან წერდა და თან ამბობდა ისე რომ მწერალთა კავშირის ხალხი იქ გოგლა ლეონიძე იქნებოდა ხო და იქ ნოდარდუმბაძე იქნება უამრავი უძრავი ყველა ლექსი რო იცოდნენ ხო რო ვერ გამოაპარებდნენ უსმენდნენ რომ რა დიდებული ლექსია და მადლობას ეუბნეოდნენ ანუ თან იწერებოდა ლექსებს რა თუნდა მქუხარე ტაში ყველა ხევსური ვიცი დანტეა ვიცი პატარა ბეღურას გულში დიდ სიყვარულის გრძნობა ანტია ყველა ქართველი დანტე ალიგიერზეა შედარებული როგორც პოეტი ყველა მით უმეტესი ფშავში ხო ყველა მართლა ეგეთი იყო ყველა უკრავდა ყველა მღეროდა ყველა ბრძოლობდა ყველა ხრიდოლიონი იყო ყველა თვალუწვდენელ საქონელს უვლიდა გენი ნიჭი რა სასწაული რა ღმერთის საოცარი საჩუქარი ვითხარი რამე დიდი ბოდიში ეხლა მართლა შენ დაატრიალე და ისეთი გარემოა ეხლა რომ სურნელი რო დატრიალ და მე გამიტაცა მაშინ აი ეს მოუხდება მე მგონი კი შენია ეხლა შემდეგი ოქროს ყანების ჩამესმის სუნთქვა უსმენ და რას არ გაიგებს ყური ერთ სულ ყველაზე ძველ თავთავს უთქვამს რომ ეს მიწაა სამშობლო პურის თვალს რომ მოავლებ ჩვენს ურცელ ვენახებს მზე ღრუბლებიდან როცა იცინის გახარებული გული შეგძახებს ეს ქვეყანაა სამშობლო ღვინის ჩამოიცლება ბრინჯაოს სურა და შეივსება თიხის სასმისი ერთხმად დალოცავს ქართული სუფრა ეს სამშობლოა ოქროს საწმისის იქ სადაც არ აქვს შეირთავს მტკვარი და მუხლს მოიდრეკს სადაც ყოველი ზემოდან პირჯვარს დასახავს ჯვარი ეს სამშობლოა სვეტი ცხოველის ვეფხის ტყაოსანს რომ წაგიკითხავს ეს სამშობლოა სამი ანბანის ამენით ღმერთი ხალხს განიკითხავს და გასრულდება ესე ამბავი შენ გენაცვალე გაგახაროს ღმერთმა ჯიხმა თქვა დაბადებიდან იმ დარდით ხვდები ალიონს ვაი თუ ჩემი რქებიდან ღვინო არავინ დალიოს ხარმა თქვა აბა მითხარით თავი რა თავში ვიხალო
თუ ვერ ვიცოცხლებ ვით ხარი გუთანი მკითხავს ვინ ხარო ცხენმა თქვა გემუდარები შენ ჩემო ბედის წერაო არ დამიხუჭო თვალები ომი თუ ვნახე ვერაო შველმა თქვა ბედს არ მივტირი ტუიამ ზურგინო მაქციოს ოღონდაც ჩემი სიკვდილი ვინმე მოთხრობათ აქციოს ლექსმა თქვა ჩემთვის კმა არის სხვას არც არაფერს ველიო წამიკითხავდეს თამარი დამწერდეს რუსთაველიო ღმერთმა ისმინა ყოველი ამინ იყოსო წარმოს თქვა ხუთივე ბედის მთხოვნელი საქართველოში ჩამოსხა გენაცვალე გაგახაროს ღმერთმა კიდე ერთხელ ვამბობ რომ ეპოქას ასახავს მდგომარეობას და გარემოებას ასახავს თან პოეტია და თან ისტორიკოსი პოეტია რაც იშვიათობაა ისე შესაბამისად განიხილავს მოვლენებს და ეპოქებს კიდე გითხარი გვაქვს ჩვენ ახლა რეგლამენტი არ არის ამ ეს სასტუმრო არ არის მაგრამ აი ამ სახში მე ვარ უფროსი ხო ქართულ კალამს დიახ რად მოიწყინე ჩემო კალამო ჩამოგიშვია მითხარა რად ცხვირი ვიცი შენ გინდა წერდე საამოს მაგრამ პირიქით დღემოდამ სტირი იქნებ გერჩივნა რომ შეგძლებოდა წერა რუსულად ან და ფრანგულად დაამკვიდრებდი სამწერლო მოდას გაატარებდი დროს მხიარულად ან და იქნება გსურდა გეწერა უშნოდა მტკიცე გერმანულ ენით ფილოსოფიის შეგექმნა ერა სხვა სიგიჟით და სხვა აღმაფრენით თქვი ინგლისურზე იტყოდი უარს დაწერდი ესეს რომანს ნოველას შენს ფანტასტიკებს თითქმის უტყუარს წაიკითხავდა უკლებლივ ყველა იაპონურად ჩინურად ან და რომ დაგეწერა თუნდაც სპარსულად დრო ციტატებად გამოგრიყავდა და არ იგრძნობდი თავს და თარსულად მაგრამ შენ გაჩნდი საქართველოში და სანამ გულში გიდუხს მელანი სიმართლის თქმაში მთელს სამყაროში ვერ შეგედრება ვერსად ვერავი გენაცვალე გაგახაროს ღმერთმა ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა რა ბედნიერია იყო ქართველი პოეტი გერქვას და საქმე იმისთვის რომ პოეტი იყო სრულიად არ არის აუცილებელი ლექსებს წერდა ესეთი ვარ მე ერთი ლექსი მაქვს მგონი დაწერილი ცხოვრებაში და მაინც აი ხო ხდებით რის თქმა მინდა რომ პოეტი ვარ მეც რა ისეთი სურნელება ისე შემოდის ჩემში და ისეთი ბედნიერი ვარ ლექსის მოსმენისას და წეგან რომ ვამბობდი აღორძინეს ჩვენმა მამებმა ეკლესიებთან არსებული სამრევლო სკოლები რო არის იქ არის მხატვრული კითხვის წრეები ბავშვები გამოდიან და ეხლა რომ რაღაც დონეზე იდეოლოგიაში მოვიკოჭლებთ რატომღაც იმ პოეზიის დეფიციტიც არის კარგად გამიგე რომ ბავშვებში არ არის პოეზიისადმი სიყვარული ვაჟა-ფშაველას გამზირს ისე გაივლი და გამოივლი რომ არსად არ წერია მისი არც ერთი სტროფი ილია ჭავჭავაძის გამზირს ისე გაივლი და გამოივლი რომ არსად არ წერია არა და იაკობ გოგებაშვილის ძეგლი არ გვაქვს იაკობ გოგებაშვილის ძეგლი არ გვაქვს და ძალიან გთხოვთ ვისაც ეს ხელეწიფება კარგად გამიგეთ ნეტა რამე შემეძლოს აი სურვილი და ოცნებისა და ნატრის გარდა სამწუხაროდ არაფერი შემილია მაგრამ თუ რამე შემილია ვინმემ დამასაქმოს რა ეს არის უმნიშვნელოვანესი სულიერების ასაწევად პატრიოტიზმის ასაწევად რომელიც წინ დაგვხდება სასწაულად საოცარი ინვესტიცია რომ ქართველი ახალგაზრდობა აი ამ განწყობილებით იზრდება რა გამახსენდა იცი ირაკლი მთელი დუბლინი მეგობრებო არის ჯეიმს ჯოისის სახელობის. ეხლა ჯეიმს ჯოისი დიდი მწერალია რაზეა საუბარი, თუმცა აი მე ვამბობ რომ დავით კლდიაშვილი უფრო დიდია არამს თუ მიხეილ ჯავახიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია და უამრავი დიდი მწერალია, ძალიან დიდი მწერალია ალექსანდრე ყაზბეგი და ასე შემდეგ. ილია ჭავჭავაძე ძალიან დიდი მწერალია. გაცილებით უფრო დიდი, მაგრამ აი მთელი დუბლინი არის ჯეიმს ჯოისის სახელობის. და უამრავ წაკითხული არ აქვს. მაგრამ ზეპირათიცის მისი ციტატები, მისი გმირები და ასე შემდეგ ავტობუსში წერია, კაფეში წერია, მენიუზე წერია, პარკში წერია, სკვერში წერია, კედელზე წერია, იქ ხატია. უბრალოდ ხშირად შეხვდებით იმაზე, რა ქვია, Facebook-ში, აი სოციალურ ქსელებში უყვართ ხოლმე რა თანამედრო ახალგაზრდებს უყვართ რაღაცა ციტატას მე ის გადაობენ კიდევ ასე ხურობენ პაოლო კოელიო და ისა რა ქვია და ოშოს რაღაცა იმას სიბძნეს დაწერენ და ბიჭო
ილია ჭავჭავაძე ყავდეს და ოშოს სიბზნეებს წერდე რა არის რა ჯანდაბა ესე. იგივე ვაჟა-ფშაველა წარმოგიდგენიათ. გვინვეს კი არის და გინდა ოშო იყოს და გინდა უშო იყოს, მაგრამ როცა შენი გაგდა, შენ ჯერ ის გაიგე და მერე წადი იმ ოშოსთან და რა ვიცი. გეთანხმებით, გაგახაროთ. სამეფო არხზე ვართ და ეს ლექსი კი, მე მონარქისტი ვარ, მე ჩემი ოცნებაა. ქართველი, რომელიც არ არის მონარქისტი, ბატონო გზარო. ეხა ცუდად მოგამიგეს. არის ის რა არის ბაგრატიონთა გენი, მოდგმა და სამეფო დინასტიის ისტორია არის ის და იმიტომ არ არის. ჩვენ აი საბოლოო ჯამში, ანუ ხო რაღაცა ვეჭხუბებით ხო შინაგანად ყველას ვინც კი რამე ისა და ანუ მათ შორის რუსეთს რომელმაც ტახტი წაგვართვა ეკლესიაში თქვათ ავტოკეფალია გაგვიუქმა და ენას გვართმევდა ხო ანუ ქართულად ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ გვდელი და ისა ეკლესია არ გვინდა და ისა ბაგრატიონს რო ახსენოდა მეფო სამეფო კარის აღდგენაზე, საერთოდ ტახტის აღდგენაზე რო დაილაპარაკო, შეიძლება მოგნათ რომ როგორც რაღაცა რეტროგრადი, გაუნათლებელი ისო რაღა დროს ისა და ბატონყმობა გადავარდა და დაგცინებენ და აბა მაშინ რაღაც ვედავებით, გაუნათლები ვართ იმას რა ქვია. გენაცვალე. გაგახაროს ღმერთმა რა კაი ლოგიკური დასკვნა დადე და ანალიზი გენაცვალე. სანუკვარი ხილვა ესე დავარქვი. მე ხედავ მომავალს. მართლა არა ისევით ცბიერი ბოშა, როგორ ფრიალებს ვუყურებ ნათლად ბაგრატიონთა სამეფო დროშა. მე მესმის ღრიალი ლომთა და ანგელოსთა დასვეგებები, რომელთაც მოაქვთ ბაგრატიონთა ღვთივკურთხეული სამეფო გერბი. მე ვგრძნობ თუ როგორ მარცხდება მტერი, სულ ნაშოლტარი სიმართლის ლახტით და ვგრძნობ და ვხარობ და ვარ ძლიერი ბაგრატიონთა სამეფო ტახტით. გენაცვალე, გაგახაროს ღმერთმა. და რა ადამიანები გააჩინეს, რა მოაზროვნეები, რა მწერლები, რა დონის პოეტია თამარ მეფე იხილეთ, გეხვეწებით? რამდენი წმინდანი, რამდენი გმირი, რამდენი საკაცობრიო ადამიანი. დავით აღმაშენებელმა გადაარჩინა ევროპა. რასაც აი გადარჩენა ქვია, ისეთი გადარჩენა, თორე ალბათ ვიკინგები თუ გააჩერებდნენ, აი კელტების ნარჩენები თუ გააჩერებდნენ იმ ილღაზის ხროვას და ურდოს. ვერავინ ვერ გააჩერებდა. მხოლოდ მესიის מחვილს შეეძლო ეს გააკეთები. ირაკლი, დიდი მადლობა რომ ჩემი მეგობარი ხარ. დიდი მადლობა რომ მესტუმრე. ეხლა ჩვენ გამომდინარე იქიდან რა ეს ადამიანი ჩემი აღმოჩენაა რა, როგორც მაგალითისათვის ვიღაცამ რაღაცა აღმოაჩინა, ეს იყო ამერიკა თუ ეს იყო მაგალითად რადიოაქტიული ნივთიერება თუ ეს იყო ამომგდები ძალა თუ პითაგორას თეორემა ეს ადამიანი ჩემი აღმოჩენაა და მე ვთხოვ თქვენი სახელით რომ მინიმუმ 2-ჯერ 3-ჯერ გვესტუმროს ხანდაზე ვისაუბროთ და მიგვიწვიეთ ეხლა კარგად გამიგეთ მე ყველაფერზე ეხლა მაგალითისათვის კიდე ერთხელ გეუბნები თქვენ არიცით მე როგორი თამადა ვარ და თუ კარგი ღვინოა რამდენის დალევა შემიძლია შესაბამისად აი ეს შეამოწმეთ რა ეგეც ხო აუცილებელია უმაგისოდ როგორ შეიძლება ხო კომენტახმებით გეთახმებით აბა ერთი ლექსი რომელიმე გვითხარი და ეხლა დაგვემშვიდობე დღეს და გვეწვიე უახლოეს 2-3 გადაცემაში მაშინ თუ ღვინო ვახსენებ ხო ღვინო ყველაფერზეა რა მოკლედ ღვინოც აქ დაიბადა პურიც აქ ხორბალიც აქ დაიბადა ალუბალიც კაკალიც დიდი ნიკო კეცხოველი ტყვიაველი გენიოსი ამბობდა პირველი ბოტანიკოსი დედამიწაზე აი ეჭვი არ მეპარება გამოვაცხადოთ კაკალი ქართულ ხეთ აი უამრავი რამე წაგვართვეს და კიდე კაი ღვინო მაგრამ ღვინოსაც გვედავებიან in vino veritas ღვინოს წესმარიტება ესეთი ოღონდ კითხვის ნიშნით არის ეს სათაო კაცია ადამიანი აი ზუსტად ესე კითხვის და ძახილის ნიშნები გენაცვალე წუხელ უბანში ქუჩის ლოთებს მასში ავყევი მათ ესმით მეთქი იქნებ იმის რაც მე მაწვალებს ბევრი ვსვით ღვინო კონიაკი ბევრიც არყები მრავალი ყანწი ჭინჭილა და თასი დავცალეთ საათი 2 3 4 ისე გათენდა კაცმა არ მკითხა ვერც მიმიხვთა გულის ნადები არა დავფიცავ ერთი სიტყვაც კი მომარჩენდა არ ვარგებულან ექიმებად დარდიმანდები ჭორი ყოფილა სიცრუე და შარლატანობა რომ სიყვარული თითქოს ლოთებს მოუგონიათ
არ შეძლებია მთვრალგონს წრფელი გულის გაცნობა ზედმეტ ღვინოსაც წამლის ფასი არ აქონია. ხვალე პოეტებს უნდა აყოლექსთა წერაში და ეგებ მათთან მაინც პოომე ჰარმონია. შენგენაცალე. მიხარია რომ ჩემი მეგობარი ხარ. მიხარია რომ მე სტუმრე, დედასპიცა ვარ, ამაყი ვარ. გაგახაროს ღმერთ, მაის აჩუქრათ თავისუფალი თემა, თავისუფალი ადამიანისადმი, კარგი ქართველისადმი, კარგი პოეტისაგან. დიდი კარგი ქართველისაგან. ძალიან გამეხარდა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენს მოგაწვით აი აქედან. ეს არის ჩემი დაწერილი წიგნი, ჩემი ცხოვრების წიგნია, შენ საჩუქრად და თაფლი წამოგიღე შენი ლამაზი შვილებისათვის. მე სინამდვილეში მეფუტკრე ვარ, მეწვიე აუცილებლად ატენში და იქვე მივირთვათ თაფლი და იქვე კიდე ლექსები ვთქვათ, ასე შემდეგ. გვეწვიეთ ატენში ბლობაზე, ალუბლობაზე ან რთველზე ყურძნისა და ვისაუბროთ სამშობლოზე. შვიდობა გქონდეთ. მადლობა, დიდი მადლობა. საჩუქრებისთვის, მოწვევისთვის და დავიმშვიდობებით. მე გაგაძლიეროს. მაყურებელს. არ გაძანდებოდეთ. კარგად იყავ.